პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ტელეკომპანია თრიალეთს და მის თითოეულ თანამშრომლებს. ტელეკომპანია თრიალეთი წლების განმავლობაში იდგა რეგიონალურ მედიის სათავეებში. შიდა ქართლის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართო რეგიონია და თრიალეთი იყო ერთადერთი ესეთი ძაფრი საშუალება, რითაც ადამიანები იღებდნენ ინფორმაციას, იღებდნენ არაერთ დახმარებას და სხვა ელემენტარული საჭიროებებზე საუბრობდნენ და ეცდებოდნენ, რომ ხმა მიეწვდინათ ხელისუფლებისთვის თუ სხვადასხვა პიროვნებისთვის. თრიალეთის დღევანდელი მდგომარეობა სწორედ ამას გვეუბნება. მისი საჭიროება რეგიონში იყო ძალიან დიდი, მისი ასე ვთქვათ როლი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური იყო საჭიროებების გასაჩუქებლად და სხვა ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ამბებისა და სწორედ ამიტომ დღევანდელ ავტორიტარულ რეჟიმს არ აწყობს თრიალეთის ფუნქციონირება. რადგან თრიალეთზე არ ვრცელდება სამთავრობო ავტორიტარული რეჟიმისტული პროპაგანდა და შესაბამისად რეჟიმისთვის მიუღებელია თრიალეთის არსებობა. თრიალეთის არსებობა მნიშვნელოვნად აუცილებელია შიდა ქართლის და არა მარტო შიდა ქართლის მოსახლეობისთვის, რადგანაც მათი ერთადერთი გამოკვეთილი ხმა სწორედ არის თრიალეთი. დღევანდელ რეალობაში ასეთი პლატფორმები არიან რეპრესირების ქვეშ და სწორედ აი ამ რეპრესიებს ეწირება ტელეკომპანია თრიალეთი. სოლიდარობას უცხადებ კიდევ ერთხელ ყველას, თითოეულ თანამშრომლებს და თრიალეთს როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ისტორიულ ტელესივრცეს ქართულ რეალობაში.